საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასის ზრდას განაგრძობს ბოლო დღეებში 1 უნცია ძვირფასი მეტალის ღირებულებამ $3,600 გადააჭარბა, რაც ისტორიული რეკორდია. გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე მოვლენებმა ოქროს ნაკეთობების ქართულ მწარმოებლებზეც იქონია გავლენა და მათ 1 გრამი სუფთა ოქრო როგორც შესასყიდი ნედლეული მნიშვნელოვნად გაუძვრდათ. რა პროგნოზები კეთდება ოქროს საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზრებზე და რა ღირს დღეს 1 უნცია ოქრო თემის დეტალებით მარი მელიქიშვილი გვერდება ბიზნეს პარტნიორის ეთერში. გამარჯობა მაია, მევესალმებით ჩვენს მაყურებელს. საერთაშორისო ბირჟაზე ძვირფასი მეტალის ფასი რეკორდულ ნიშნულზე ნარჩუნდება. ბოლო დღეებში მისმა ღირებულებამ თითქმის $3,700 მიაღწია. დღეისათვის კი როიტერსის ინფორმაციით 1 უნცია ოქროს ფასი $3,638 შეადგენს. ანალიტიკოსების შეფასებით ერთწლიან პერიოდში ოქრო თითქმის 40%-ით არის გაძვირებული, ხოლო ერთთვიან მონაკვეთში მისი ღირებულება დაახლოებით 10%-ის ფარგლებშია დაკორექტირებული. დარგის ექსპერტები ამბობენ, რომ ბოლო დროს ოქროს გაძვირება დოლარის გაუფასურებით, ამერიკულ სახაზინო ობლიგაციებზე მოთხოვნის შემცირებით და გეოპოლიტიკური რისკების დაგროვებით არის განპირობებული. ამასთან მათივე თქმით, ინვესტორებს აქვთ მოლოდინი, რომ მიმდინარე თვეს ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვი რეფინანსირების განაკვეთს შეამცირებს, რაც თავის მხრივ დოლარის გაუფასურებას და მის წინააღმდეგ ოქროს გაძვირებას შეუწყობს ხელს. უნდა ითქვას, რომ ოქროს გარდა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ალტერნატიული მეტალის, კერძოდ ვერცხლის ფასებიც და ასევე ანალიტიკოსების თქმით, წლის დასაწყისიდან ამ დრომდე ვერცხლის ფასიც დაახლოებით 30%-ით არის გაძვირებული. რაც შეეხება მოლოდინებს, წამყვანი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკები ელიან, რომ როგორც ვერცხლის, ისე ოქროს ფასების ზრდა გაგრძელდება და არ გამორიცხავენ, რომ მაგალითად 1 უნცია ოქროს ღირებულებამ წლის ბოლომდე $4,000-საც კი გადააჭარბოს. ბუნებრივია, გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე მოვლენებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საქართველოსაც. ოქროს ნაკეთობების ადგილობრივი მწარმოებლები ამბობენ, რომ 1 გრამი სუფთა ოქრო როგორც ნედლეული ბოლო 2 თვეში სულ მცირე 15 ლარით გაუძვირდათ, თუმცა ეს ჯერ ნაკეთობების ღირებულებაზე არ აუსახავთ. ოქროსთან ერთად საინტერესოა, რომ ეს ფასის ზრდა ასევე გადაეცა სპილენძსაც, რომელიც ასე თუ ისე ალტერნატიული ძვირფასი მეტალი არის. აქ სიტუაცია ოდნავ განსხვავებულია, აქ მოქმედებს როგორც ფუნდამენტური, ასევე ტექნიკური დეტალებიც. ფუნდამენტურ ნაწილში გულისხმობ, რომ სპილენძს ოქროსგან განსხვავებით, ასევე დიდი როლი აქვს სხვადასხვა ინდუსტრიაში, წარმოებაში და ასე შემდეგ, რაც კიდევ უფრო ზრდის მოთხოვნას მასზე, თუმცა გარდა ამისა, ასევე არსებობს, რაც ინვესტორები უყურებენ, ერთგვარი ფარდობა ოქროს ფასსა და სპილენძის ფასს შორის, რომელიც ისტორიულად დაახლოებით 60-70-ის შუალედში მერყეობს, თუმცა დღეის მდგომარეობით დაახლოებით 85-86 არის ეს, ანუ 1 უნცია ოქრო 85 ჯერ ძვირი ღირს, ვიდრე 1 უნცია სპილენძი. რაც შეეხება ოქროს ფასის მოლოდინებს, აქ როგორც აქამდე იყო, კვლავ ნარჩუნდება ზრდის მოლოდინები, განსაკუთრებით იმ მიზეზების გამო, რაც ბოლო პერიოდში გააქტიურდა და წეღან ვახსენე. წამყვანი საინვესტიციო ბანკები უკვე იწყებენ ოქროს ფასის $4,000-ზე მიღწევის შესაძლებლობაზე საუბარს. ეს ფასთა ზრდა ჩვენს ფაქტობრივად მყისიერად ისახება. ივლისში გრამი სუფთა ოქრო ჩვენთვის შესასყიდი იყო 288-290 ლარის ფარგლებში, დღესდღეობით არის 305-306 ლარი. ანუ დაახლოებით მინიმუმ 15 ლარიანი ზრდა გვაქვს 1 გრამ ოქროში შესასყიდ ნედლეულში. ეს ჩვენთვის საკმაოდ ესეთი მძიმე გადასატანია, თუმცა ამ კვარტალში და ზოგადად ახალ წლამდე ახალი წლის ჩათვლით წელს დაახლოებით $3,800-მდე უნციაზე გვაქვს ჩვენ ეს ჭერი, სადაც ჩვენ ფასების ზრდას არ მოვახდენთ. რაც შეეხება გაყიდვების დინამიკას, საქართველოში ოქროს ნაკეთობები ისევ რჩება მნიშვნელოვან სასაჩუქრად და პრინციპში საინვესტიციო აქტივადად შესაბამისად გაყიდვებში ზრდის დინამიკა ნარჩუნდება. რიგ კომპანიებში ამბობენ, რომ ზაფხულის 3 თვის ჯამური მაჩვენებლებით კმაყოფილები არიან და საშემოდგომო მოლოდინებიც პოზიტიური აქვს. სექტორის წარმომადგენლების შეფასებით, შემოდგომა და დეკემბრის პერიოდი დღესასწაულებისა და საახალწლო პერიოდის გამო ამ ინდუსტრიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია. შესაბამისად ელოდებიან, რომ რეალიზაციაში
ზაფხულზე უკეთესი შედეგები ექნება, თუმცა აქვე ოქტომბრის თვეში დაგეგმილ პოლიტიკურ არჩევნებზეც ამახვილებენ ყურადღებას და ფიქრობენ, რომ ამან შესაძლოა გაყიდვები მცირე ხნით მცირედით შეანელოს, რადგან მათივე თქმით შიდა პოლიტიკური აქტივობები რეალიზაციაზე გავლენას ყოველთვის ახდენს, თუმცა საბოლოო ჯამში არ ფიქრობენ, რომ ეს გაყიდვების მზარდ ტენდენციას შეცვლის. ადგილობრივი მწარმოებლები მყიდველების წარმომავლობაზეც ამახვილებენ ყურადღებას, აღნიშნავენ, რომ საქართველოში ოქროს ნაკეთობების მყიდველები უმეტესად ადგილობრივები არიან და უცხოელების წილი ძალიან მცირეა. ზოგადად გაყიდვების დინამიკაში უცხოელების წილი ჩვენს პროდუქციაში ძალიან დაბალი, ანუ ჩვენთვის მნიშვნელოვანი მომხმარებლის წილი არ არიან ტურისტები, მერყეობს დაახლოებით 7-8%-ის ფარგლებში. საკმაოდ ისეთი წილია, რომელსაც პატივი ისევთან მიუდგეთ და ესე ვთქვათ დავაფასოთ, მაგრამ ამას ვერ დავარქმევთ რაღაც განსაკუთრებულ მაჩვენებას. უდიდესი ნაწილი 90%-ით არის საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იძენენ ჩვენს სამკაულს. რომ შევაჯამოთ ზაფხული, ჩვენ ივნისის თვეში ვქონდა 13%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით. გაყიდვების მაჩვენებელი, ივლისში ვქონდა 6%-იანი ვარდნა. წინა წელთან შედარებით ასევე და აგვისტოში ვქონდა 11%-იანი ზრდა. ჩვენთვის ზარაფხანს რო შევაჯამოთ, ზაფხული საკმაოდ ესე ვთქვათ დადებითად შეიძლება შეფასდეს. აქვე ქართული ოქროს ექსპორტზეც მოგაწვდით ინფორმაციას 2025 წლის პირველ 7 თვეში საქართველოს საექსპორტო ბაზრებზე 68 მილიონზე მეტი დოლარის ღირებულების ოქრო გაყიდა. საქსტატის მიხედვით 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოსდან ექსპორტზე 1,3 ტონა ოქრო გავიდა. საქართველოსდან ოქროს მთავარი საექსპორტო ბაზარი ტრადიციულად შვეიცარიაა, რომელზეც ოქროს ექსპორტის 93% მოდის. დიდი მადლობა, მარი მელიქიშვილი საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.